არის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა და რამდენიმე საათში მილიონობით ნახვა დააგროვა. აქ ქართველი ფეხბურთელები გერმანელებთან გამარჯვებას ზეიმობენ. სწორედ ამ ვიდეოს შემდეგ გაიგო ძალიან ბევრმა, რომ საქართველოს ყავს საფეხბურთო გუნდი, რომლის წევრებიც ფეხბურთს ერთი ფეხით და ორი ყავარჯნით თამაშობენ და რომლებმაც საქართველოს არაერთი გამარჯვება მოუტანეს. მათი თითოეული მოძრაობა დიდი შრომის შედეგია. თითოეული დარტყმა კი საკუთარ თავზე გამარჯვება. მოედნის მიღმა კი ყოველი ადამიანის უკან განსაკუთრებული შეუპოვრობა და სირთულეებზე გამარჯვების ისტორია დგას. როდესაც ვიყავი 5 წლის, ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, ტრაილერმა გადამიარა. ვიყავი 23 წლის ტყეში დამეცახე რა და დავკარგე მათ ფეხი. მე დაბადებიდან მაქვს მაგალითად რამოდენიმეს კიდევ ჩემ გუნდელს. სასაკში მოხვდი ავარიაში, კერძოდ მატერებლის ქვეშ აღმოჩნდი. ყველა ამ ამბავს ამპუტანტთა ფეხბურთი აერთიანებს, რომლის ისტორიაც საქართველოში თითქმის 3 ათეული წლის წინ დაიწყო, როცა აფხაზეთის ომგამოვლილი ჯარისკაცები ფეხბურთელებად იქცნენ და მოედანზე გამოსვლით სადეს შეემსუბუქებინათ ტრამვები. ფეხბურთით დაევიწყებინათ შეზღუდული შესაძლებლობები და ტკივილები გოლებად ექციათ. ამ ფეხბურთს საქართველოში ჩაეყარა საფუძველი 1996 წელს. ჩამოყალიბდა აფხაზეთის ომის შედეგად დასახელებული ბიჭების მიერ, მათ ბაზაზე ფაქტიურად და მეც იმ პერიოდიდან ათამაშობდი იქ, იმიტომ მეც აფხაზეთიდან ვარ. ჩვენი ფეხბურთი გახდა, აი ოჯახის წევრი ვით არის და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ფეხბურთში ერთვება, ხო ჩვენთვის წარმატება. წარმატება კი არაერთხელ მოვიდა. თანდათან საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა გუნდებიც. შეიქმნა ეროვნული ნაკრებიც იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ყოველ მატჩზე ამტკიცებენ, რომ გამარჯვება მოდის მხოლოდ მაშინ, როცა უარს არ ამბობ ბრძოლაზე. მივიღე ტრამვა, მომკვეთეს ფეხი და მე შემთხვევით აღმოვაჩინე ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი, რომლებიც თამაშობდნენ თავიდან მიდიოდა როგორც აი გასართობი, რეაბილიტაციისთვის და 2010 წელს უკვე თბილისში გადმოვედი და დავაფუძნე ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი თბილისი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს, არის უკვე 7 გზის საქართველოს ჩემპიონი, არის ჩემპიონთა ლიგაზეც დადის უცხოეთში შეჯიბრებებზე, შეკრებებზე. საერთაშორისო წარმატება კი ჯერ კიდევ 1998 წელს მოვიდა, როცა პირველი მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის შემდეგ საქართველო იმ 7 ქვეყანას შორის მოხვდა, ვინც მსოფლიო ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია და ფედერაცია დააარსა. ფედერაცია, რომელიც დღეს უკვე 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და საერთაშორისო ჩემპიონატებსაც ატარებს, საქართველოშიც ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების მეორე შანსად იქცა. ამპუტანტთა ფეხბურთმა უბედური შემთხვევის დროს დაკარგული იმედი დაუბრუნა 5 შვილის მამას, ვასილ ჩაჩანიძესაც და 21 წლის ბექა კაჭკაჭაშვილსაც. ზუსტად წელიწადნახევრის წინ საავადმყოფოში ვიყავი, პროტეზი უნდა შემეცვალა. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ არსებობდა თურმე თბილისში და ზოგადად საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთი, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო. ამ სპორტთან რადგან შეხება არ მქონია, ვცდილობდი ხოლმე, რომ ჩემთვის მარტო მევარჯიშა ხოლმე. ბიჭებს რა უყურებდი, როგორ თამაშობდნენ, უკეთესები იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩემზე. და მინდოდა, რომ ზუსტად მათ თავით მეთამაშა. ნელ-ნელა უკვე ახლოს ვარ და რა თქმა უნდა, მეცაც ვიზავ და მივახცევ, ასე ვთვლი. ვცდილობთ, რომ გავიდოთ ჩემპიონატ ლიგაზე, მივიღოთ მონაწილეობა და ვასახელო ჩვენი რაიონი, სტაფონი და ჩვენი მხარე რა მთლიანად საქართველო. მართალია საქართველო არაერთხელ ასახელეს, თუმცა გული იმაზე წყდებათ, რომ ამ წარმატების შესახებ ცოტას თუ სმენია. ზოგს ვერც წარმოუდგენია, რომ ძალ ერთი ფეხით ფეხბურთის თამაში შეიძლება საერთოდ. ვერც წარმოიდგენს, ვისაც არ აქვს ნანახი. დაახლოებით 1 კვირის წინ ესპანეთში ჩატარდა თამაშები, შევხვდით რამოდენიმე გუნდს, ძალიან დაძაბული თამაში იყო გერმანიასთან, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა ეს თამაში. გვიგებდნენ, ორჯერ გაუთანაბრეთ და ბოლოს გამარჯვების გოლის გაუტანეთ. ძალიან დიდი ემოციები ჰქონდა ყველას, ძალიან დიდი სიხარული იყო. სამწუხაროდ მხოლოდ ვიწრო წრეში გავრცელდა ეს ინფორმაცია და ბევრმა ვერც გაიგო, მაგრამ
ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ, რაც შეგვეძლო. ფეხბურთის გარეშე რა, ცოტა რთული წარმოსადგენია ცხოვრება ჩემთვის. ცოტა გამიჭირდებოდა. ცოტა არა, გამიჭირდებოდა. ერთა ლიგიდან დაბრუნებული წარმატებული შედეგების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთვნენ. წინ კიდევ არაერთი საერთო მიზანი აქვთ, რომელთა მიღწევითაც კიდევ ერთხელ გახდებიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აქციოს სირთულეები შესაძლებლობად და როგორ უნდა დაწერო მოედანზე გამარჯვების ისტორია. როგორი მნიშვნელოვანი რეპორტაჟი იყო. კი, და როგორი სული სიმტკიცე არის საჭირო და როგორი სიყვარული სიცოცხლის და სპორტის რომ აი ასე იღწოდე და რაც თავარი იგებდე და მე წარმატებები კონდეს და კიდევ რა ვიცი რა შეიძლება და როგორი მოტივაცია ეს ადამიანების სხვა ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა. წარმატება ბიჭებს. და აუცილებლად არა მხოლოდ სპორტში, არამედ საერთოდ ცხოვრებაში სულ წარმატებულად ეაროთ ჩვენ ბიჭებს. ასევე გიერთებით უსურვოთ ბიჭებს წარმატება და გადავიდეთ